ზალუჟნი ზელენსკის წინააღმდეგ კულუარული დაპირისპირება მედიის ფურცლებზე გადმოდის, ცეცხლი ამ ეტაპზე ცალმხრივია, გენერალმა გახსნა ის, ნახოთ როგორი გაგრძელება მოყვება. შავი დღე ტრამპისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სასამართლო წააგო ტარიფებთან დაკავშირებით, ასევე 90 მილიარდი ევრო, რომელიც ევროკავშირისგან იყო გამოყოფილი უკრაინისთვის ორბანმა დაბლოკა. უკრაინელების კონჩეტევა და სიტუაცია ფრონტზე. გამარჯობა დღეს 21 თებერვალია 2026 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1459 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში, ხართ არხზე თავისუფალი ადამიანებისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში, მანამდე ტრადიციული მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, აქტიურად უყურებს ვიდეოებს, ალაიქებს მას, აქტიურობს კომენტარებში, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული, დონაციის მსურველებში გახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერია, არხი მხოლოდ დონაციებით ფუნქციონირებს. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, გააზიაროთ ვიდეოები თქვენ სოციალურ ქსელებში, იაქტიუროთ კომენტარებში. დავიწყოთ იმ ასე ვთქვათ სკანდალით, რომელიც მოყვა გენერალ ზალუჟნის ინტერვიუს, სადაც მან უკვე ღიად დაიწყო საუბარი იმ დაპირისპირებაზე, რომელიც გენშტაბსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებობდა. საუბარი არის სხვადასხვა ტიპის ბრალდებებზე, მათ შორის SBU-ს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ჩხრეკას, რომელიც ჩატარდა ერთ-ერთ შტაბში, რომელსაც საომარი პერიოდის დროს იყენებდა გენერალური შტაბი. აქ საუბარი არ არის გენშტაბში, არამედ სხვა კონსპირაციულ ადგილას იყო ეს ყველაფერი, სტრიპ-კლუბში, ყოფილში, ამასაც გეტყვით წინასწარ, თუმცა ამ დეტალებზე ცოტა ხანში გავაგრძელებ საუბარს, მანამდე მინდა გამოვეხმაურო ტრამპის შავ დღეს. დიახ, გუშინ 20 თებერვალს იყო ტრამპის პირველი, ასე ვთქვათ, ღია მარცხი, რომელიც მან შიდა პოლიტიკის ასპარეზზე განიცადა. უზენაესმა სასამართლომ ხმობის უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ ტარიფები, რომელსაც ტრამპი ესეთი ხმალივით იქნევდა, არაკანონიერი იყო, რომ ტრამპს არ ჰქონდა უფლებამოსილება ეს გაეკეთებინა, შესაბამისად ანულირებულია ეს ტარიფები და მომავალში ტრამპს არ ექნება უფლება ასე ცალმხრივად დააწესოს ტარიფები სხვა ქვეყნების და ამ ქვეყნების კომპანიების წინააღმდეგ. ეს არის პირველი ასეთი მარცხი, რომელიც განიცადა ტრამპმა და აქამდე მე პირადად სულ მქონდა კითხვები, რომ როდესაც ტრამპი ასე ერთპიროვნულად მოქმედებს, სად არის ამერიკის დემოკრატია, სად არის ამერიკული სასამართლო, მას დაჭირდა დრო, თუმცა გუშინ 20 თებერვალს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შესაბამისად ახლა საინტერესოა რა მოხდება. პროცედურების მიხედვით ყველა ეს ტარიფი, რომელიც ტრამპმა სამხრივად შემოიღო, ანულირებული არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიებმა, რომელმაც ეს ტარიფები გადაიხადეს, ავტომატურად შეძლებენ თანხების უკან დაბრუნებას, თუმცა მათ აქვთ საშუალება და უფლება, რომ სასამართლოს მიმართონ და ამ გზით დაიბრუნონ თანხები. ნახოთ, როგორ განვითარდება აქ მოვლენები. გარდა ამისა, ტრამპს მაინც რჩება გზა იმისთვის, რომ ტარიფები კვლავ დააწესოს, თუმცა ეს უკვე უნდა გააკეთოს კონგრესის გავლით. აქამდე სულ იყო კითხვები, რატომ არ მოქმედებდა ტრამპი ამ გზით, მით უფრო რომ კონგრესი პრაქტიკულად უმრავლესობაში მისი მხარდაჭერი არის, მას ხავს ძალიან დიდი გუნდი კონგრესში, მაგრამ აქ შემოდის ეპსტეინის ფაილები და უნდა გავიხსენოთ, რომ მათ შორის რესპუბლიკელების ნაწილი გაერთიანდა დემოკრატებთან და ეპსტეინების ფაილების გასაჯეროებას მხარი დაუჭირა, ასე რომ როგორც ჩანს, ტრამპს მაინც და მაინც დიდი იმედები არ ჰქონდა ყველა ტარიფზე მწვანე სანთების კონგრესისგან და ამიტომაც წავიდა ამ გზით, თუმცა ახლა უკვე ეს გზა მას აღარ აქვს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით, სულ უფრო ხშირად ჩნდება მედიაში ვერსიები, რომ ტრამპი და მისი გუნდი ეცდება манипуляციებს არჩევნებზე, თუმცა ასე ვთქვათ, ისინი ეცდებიან გამოიყენონ კანონიერი და ლეგალური გზები არჩევნებზე ზემოქმედებისთვის. აქ არ არის საუბარი რაღაც არჩევნების შედეგების გაყალბებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მივიდნენ იმ შედეგებამდე, რომელიც მათ აწყობთ. პირველ რიგში აქ საუბარი არის, ვთქვათ, პოსტით ხმის მიცემის აკრძალვაზე, ასევე დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნაზე იმისთვის, რომ ხმის მიცემა შეძლონ ამერიკის მოქალაქეებმა და ამერიკელებმა. გარდა ამისა, საუბარი არის წინასწარი ხმის მიცემის აკრძალვაზე, მოკლედ ცალკეულ აკრძალვებზე, რომელიც ტრამპს და მისი გუნდის რწმენით მის ელექტორატს უფრო მეტ უპირატესობას მისცემს იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ რესპუბლიკელებმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ბევრი დოკუმენტაციის წარდგენა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ხმა მიცე. ზოგიერთ ოლქში მაგალითად აბსოლუტურად საკმარისია, რომ მეზობელმა თქვას, რომ ეს
იქ ცხოვრობს და არის პატარა დასახლებები, სადაც სულამდენი 100 ადამიანი ცხოვრობს და აი საუბარი არის ამ ტიპის манипуляციებზე. ვნახოთ არჩევნებამდე საკმარისი დრო არის, შუაში ჩვენ გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში და აი ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ იმ სამშვიდობო ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ, უბრალოდ მოლაპარაკებები უნდა ჩავსვათ ბრჭყალებში, იმიტომ რომ არაფერი ამ მოლაპარაკებებისთვის არ ხდება. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი არის ტერმინი ერთი მსახიობის თეატრი და აი ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაწყებულია, შეგვიძლია დავარქვათ, რომ ერთი მსახიობის თეატრი კი არ არის, ერთი მაყურებლისთვის თეატრი არის, ეს ერთი მაყურებელი ტრამპი არის და ყველა ჩართული მხარე ცდილობს, რომ აი ამ მაყურებელს ასიამოვნოს, დაანახოს, რომ ნამდვილად ყველა თავის მაქსიმუმს ცდილობს იმისთვის, რომ ტრამპი არ გაბრაზდეს და რაიმე გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადადგას. თუმცა რატომ არ უნდა გადადგეს ეს გადამწყვეტი ნაბიჯები ცოტა გაუგებარი არის, მით უფრო რომ უკრაინა აჩვენებს, რომ ის წინააღმდეგობის გაწევას აპირებს, არ აპირებს დანებდეს, არ აპირებს უბრძოლველად დათმოს დონბასის ნაწილი, რომელსაც ასე ვთქვათ, ასე ძალიან ითხოვენ რუსები და ფრონტის შესახებ ეპიზოდის მეორე ნაწილში ვისაუბრებ. როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირა მიმდინარეობს უკრაინული ტაქტიკური ლოკალური კონჩეტევა. მართალია უკვე ნელ-ნელა ტემპი შეჩერდა, თუმცა წინსვლა გარკვეული იყო და ამ ყველაფერს ლუკებზე გაჩვენებთ და ყველაფერი უნდა განვიხილოთ ერთ ხედვაში ტრამპის სამშვიდობო ამბიციები და მოახლოებული არჩევნები, რომელშიც თუ კი ტრამპი უმრავლესობას დაკარგავს, მერე კიდევ უფრო გაუჭირდება სხვა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. აი ამ ტარიფების ცალმხრივად ერთპიროვნულად განკარგვის უფლების ჩამორთმევა ტრამპისთვის მეორე მხრივ საინტერესოა როგორ აისახება იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ტრამპი აწარმოებს თავის აი ამ მოლაპარაკებებზე. ჩვენ გვახსოვს, რომ ის რაღაცა მაღალ ტარიფებს უწევს და იგივე თქვა ინდოეთს დაუწესა დაემუქრა მაღალი ტარიფების დაწესებით თუ კი ის გააგრძელებდა რუსული ნავთობის შესყიდვას. საინტერესოა ახლა ინდოეთი როგორ მოიქცევა, აღადგენს თუ არა რუსული ნავთობის შესყიდვას აი ამ ფონზე, თუმცა აქ ტრამპს აქვს სხვა ხერხიც და ეს ხერხი არის პირდაპირ სანქციების დადება, ანუ ტარიფების დადება და სანქციების დადება სხვადასხვა რაღაცა არის. ტარიფების დადება არის ის, რომ მხარეს უწევს ძალიან მაღალი ფასის გადახდა ამერიკისთვის, ხოლო ტარიფები არის ის, რომ მხარეს აღარ შეუძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაებლოკება ყველაფერი. შესაბამისად, აი აქ ვფიქრობ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები, თუმცა მანამდე კიდევ უფრო საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ზალუჟნისა და ზელენსკის შორის. ჩვენ პრინციპში მას შემდეგ რაც ზალუჟნი ბრიტანეთში ელჩად გადაიყვანეს, არავისთვის აღარ იყო დაფარული, რომ დაპირისპირება იყო ზალუჟნის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შორის. არ იყო საუბარი იმდენად ზელენსკის და ზალუჟნის დაპირისპირებაზე, რამდენადაც ერმაკის და ზალუჟნის დაპირისპირებაზე და ერმაკი რამდენად გავლენიანი ფიგურა იყო ადმინისტრაციაში, ეს ყველასთვის ცხადი არის. ერთადერთი რაც ჩვენ ახალი გავიგეთ ამ შემთხვევაში იყო სტრიპტის კლუბის ეპიზოდი. ერთ-ერთ ყოფილ სტრიპტის კლუბში იყო განთავსებული, ასე ვთქვათ, ოპერატიული საიდუმლო შტაბი, გენშტაბი, საიდანაც გარკვეული ოპერაციების დაგეგმა მიმდინარეობდა და როგორც ზალუჟნი ყვება, ამ შტაბში SBU-მ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ჩხრეკა და იმ დონეზე მივიდა დაძაბულობა, რომ ზალუჟნიმ დაურეკა ერმაკს და უთხრა, რომ თუ კი SBU არ გავა ეხა შენობიდან, მე მზად ვარ იარაღით დავიცვა და ისინი გავყარო იარაღით. წარმოიდგინეთ, რამხელა სკანდალი იქნებოდა. თავის მხრივ SBU უარყოფს მსგავსი ტიპის ამბავს, რომ საერთოდ მოხდა. SBU ადასტურებს, რომ გარკვეული სპეცოპერაცია ჩატარდა, თუმცა ეს არ ეხებოდა გენშტაბში არსებულ სიტუაციასო, ის სტრიპტის კლუბი, რომელშიც ჩატარდა ჩხრეკა, მანამდე გამოიყენებოდა ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის მიერ და მხოლოდ ამას მიემართებოდა და მალევე ამოიწურა ინციდენტი და არანაირი მსგავსი ტიპის დაპირისპირება არ ყოფილაო, SBU ამბობს, თავის მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საერთოდ კომენტარს არ აკეთებს ამ ამბავზე. როგორც ხედავთ, ცეცხლი ცალმხრივი არის, ზელენსკი აგრძელებს ბუნდოვანების შენარჩუნებას ზალუჟნის გარშემო. პრინციპში პირველი, ასე ვთქვათ, კომუნიკაციაში ჩავარდნა ზელენსკის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქონდა მაშინ, როდესაც ზალუჟნი გაუშვა ელჩად
ბრიტანეთში ჩვენ მანამდე გვახსოვდა პერიოდი რომ რაღაცა სულ გამოდიოდა ინფორმაციები რომ გარკვეული დაძაბულობა იყო ვერ თანხმდებოდნენ სხვადასხვა სამხედრო საკითხებზე რაც პრინციპში გენშტაბის საქმე არის გენშტაბმა უნდა აწარმოოს სამხედრო ოპერაციები თუმცა მერე მოხდა ის რაც მოხდა საკმაოდ წარმატებული პირველი კონჩეტევის შემდეგ იყო ჩავარდნილი მეორე საზაფხულო კონჩეტევა და ამის შემდეგ ზალუჟნი წავიდა ელჩად გაუშვეს ელჩად ბრიტანეთში და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ზელენსკიმ არაფერი არ ახსნა პრაქტიკულად და აი ჩვენ ყველა ვინც ვადევნებთ თვალყურს უკრაინის ამბებს რა არა და ზელენსკიზე ვერ ვიტყვით რომ მას კომუნიკაციის პრობლემა აქვს და პირიქით თუ კი რამეში ძლიერია ზელენსკი სწორედ კომუნიკაციის მიმართულება არის და ეს იყო პირველი ჩავარდა და ახლაც აგრძელებს ასე ვთქვათ სიჩუმის რეჟიმს. ამ ყველაფერს როგორი განვითარება მოყვება რთული სათქმელია, თუმცა მოდით რუკაზე განვიხილოთ აი სამხედრო ასპექტი აი ამ დაპირისპირების საუბარი არის 2023 წლის ზაფხულზე. შეგახსენებთ როგორი ვითარება არის 2022 წლის შემოდგომაზე საკმაოდ წარმატებული კონჩეტევა აწარმოეს უკრაინელებმა სწორედ ზალუჟნის ხელმძღვანელობით. საუბარი იყო ხარკივის და ხერსონის ოლქის მიმართულებით, გეგმახსოვრებათ იქ თანმიმდევრულობით დიდი ქალაქების განთავისუფლება, მათ შორის ხერსონის განთავისუფლება და ამის შემდეგ პოზიციების გამაგრება და უკვე დაიწყო სამზადისი მეორე დიდ კონჩეტევაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო 2023 წლის ზაფხულში. აქ საუბარი რაზე იყო? Როგორც ასე ვთქვათ, ზალუჟნი ამბობს, გენშტაბის იდეა იყო, აი ეს რუკას ახლა რომელსაც თქვენ ხედავთ, სწორედ აი 2023 წლის მაისის მდგომარეობით არის. მაშინ ზალუჟნის იდეა იყო, ანუ ოპერაცია ერთ მუშტად, ასე ვთქვათ, ორი ხევიდან მელიტოპოლის მიმართულებით ყოფილიყო ერთიანი კონჩეტევა რითიც გადაიჭრებოდა მთლიანად ხერსონის და ზაპოროჟიის ოლქებში განლაგებული რუსების დანაყოფები და ასე მოხდებოდა აი ამ ტერიტორიის დეოკუპაცია და ასევე აი რუსული ძალები, რომელიც ზაპოროჟიის ამ ნაწილში და დონეცკის ოლქში იყვნენ გამაგრებულები, ისინი მოწყდებოდნენ, ასე ვთქვათ, დანარჩენ ძალებს ეს შესაძლებელს გახდიდა ყირიმთან მიახლოვებას და შესაბამისად უკვე ომის მიმდინარეობაზე მოახდენდა გავლენას. დღევანდელი გადმოსახედიდან არ არსებობს ერთი რაღაცა ძლიერი კონჩეტევა ან სპეცოპერაცია, რომელიც ომის ბედზე იქონიებს გავლენას, რადგან ომის მეთოდები შეიცვალა, თუმცა მაშინ თუ კი აი ამ მდგომარეობით და ამ ვითარებით განვითარდებოდა კონჩეტევა, შესაძლებელია ამას ნამდვილად მოეხდინა გარკვეული სერიოზული ცვლილება ომის მიმდინარეობაზე, თუმცა ზალუჟნის განცხადებით აი ამ სცენარის მაგიურად მოხდა ისე რომ ორი ხევიდან და ხერსონიდან მოხდა ერთდროული შეტევა, ასევე ზევით დონეცკის ოლქში ბახმუტის მიმართულებაზე და ამან გამოიწვია, ასე ვთქვათ, გარკვეული აი ამ ასე ვთქვათ კონჩეტევის ჩავარდნა. თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ მაშინ იყო საკმაოდ ასე ვთქვათ პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული დახმარება ასე ვთქვათ შეფერხდა. შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან უკრაინა პრაქტიკულად წვეთოვანზე იყო, ძალიან ნელიტნეპით ხდებოდა დასავლური დახმარების მიწოდება უკრაინისთვის, თუმცა მუდმივად იყო მზარდი და შეიარაღების ტიპიც, კალიბრიც და ყველაფერი იზრდებოდა და ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტ შეიარაღებას აწვდიდნენ უკრაინელებს დასავლელი მოკავშირეები, განსაკუთრებით უკვე საუბრები წავიდა პირველი წარმატებული კონჩეტევის შემდეგ, როდესაც ხარკივის და ხერსონის ოლქში მოხდა დეოკუპაცია უკრაინული ტერიტორიების, ეს კონჩეტევა სწორედ ზალუჟნის დამსახურება, მაშინ ზალუჟნი იყო გენერალური შტაბის უფროსი მთავარსარდალი, მართალია ხარკივის მიმართულებაზე გენერალ სირსკის წარმატებებზე იყო საუბარი, თუმცა სირსკი მაშინ ზალუჟნის დაქვემდებარებაში იყო და ერთიანად მოქმედებდნენ. ასევე ამავე ინტერვიუში ზალუჟნი აცხადებს, რომ მაშინ მოხდა რაღაც შეიარაღების შეფერხება და ამაში ადანაშაულებს ასე ვთქვათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. უნდა აღინიშნოს, რომ აი ეს სამხედრო კომპონენტი, რომელზეც ზალუჟნი საუბრობდა, გააკრიტიკა
ბოდიში ბოგდან კრატევიჩმა. ეს არის აზოვის პოლკის ერთ-ერთი მეთაური, რომელიც მაშინ ამ მიმართულებაზე იბრძოდა და ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ზალუჟნი გარკვეულ სპეკულაციებს ეწევა, რადგან მაშინ არ იყო კარგად ორგანიზებული და არასწორად იყო განსაზღვრული აი ეს კონშეტევა. როგორც გითხარით, ზალუჟნის განცხადებით საუბარი იყო ერთ მუშზე, რომელიც მოხდებოდა ორიხევიდან მელიტოპოლამდე. აი ამ კონჩეტევაზე, თუმცა აზოვის ერთ-ერთი მეთაური ამბობს, რომ ეს არ იყო სწორი გათვლა, რადგან მელიტოპოლის მაშინ ქონდა 6 შრიანი თავდაცვის ზღუდე რუსების და ეს არ იყო სწორად და სათანადოდ შეფასებული. გარდა ამისა, აი ამ კონჩეტევაში ჩართულები იყვნენ ძირითადად ახალწვეული უკრაინელები, რამაც გამოიწვია დეზორიენტაცია, გამოიწვია ის, რომ გარკვეული შეიარაღებების მიტოვება ხდებოდა პოზიციებზე და აი ამ კონჩეტევის ჩავარდის ერთ-ერთ მიზეზად აზოველი მეთაური სწორედ ამ საკითხს ასახელებს. ის თქვათ, რომ აზოვს და ზელენსკის განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები აქვს და ზელენსკის გუნდის წევრი არის ბოგდანი იქნებოდა არასწორი, რადგან ვინც ადევნებს თვალყურს უკრაინელებს, კარგად იცის, რომ აზოვს და ზელენსკის თავიდანვე არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობები, მეტიც არ ვიცი ამდენად გახსოვთ, თუმცა ინაუგურაციაზე იყო საკმაოდ დიდი სკანდალი, როდესაც აზოვის მეთაურმა სამხედრო სალამი არ აუღო, ეგრეთ წოდებული ჩესტი ზელენსკის, ამაზე იყო ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა. მერე გემახსოვრებათ, როდესაც ზელენსკი ჯერ კიდევ იმ ჭკუაზე იყო, რომ შეიძლებოდა მოლაპარაკებებით ამ კონფლიქტის გადაწყვეტა ჯერ კიდევ 2014 წელს გამაგრებულ პოზიციებზე მიდიოდა და სწორედ აზოვის იქ დარჩენილ დანაყოფებთან გარკვეულ რაღაცა მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საკმაოდ ვთქვათ უხერხული საუბრებიც იყო, ამისი ვიდეოებიც არსებობს, ასე რომ ის რომ აზოვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზელენსკის უჭერს მხარს პოლიტიკური ნიშნით, ამაზე მსჯელობა არასწორი იქნება, უფრო მეტად ალბათ სამხედროების თვალსაჩინოს ასე ვთქვათ ჭიდილი არის ამ შემთხვევაში. როგორც გითხარით, ზელენსკი ამ შემთხვევაში არანაირ კომენტარს არ აკეთებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს შესაბამისად არ ვიცით როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს, თუმცა ის რომ ზალუჟინს აქვს გარკვეული პოლიტიკური ამბიციები და როდესაც არჩევნები დაინიშნება, დიდი ალბათობით ის მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში და ზალუჟინი საკმაოდ მაღალი რეიტინგითაც სარგებლობს უკრაინაში, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა ამ პროცესისთვის დაწყებული არის მზადება, არც კი ვიცი რუსებისთვის რა სჯობს გენერალი, რომელიც პრეზიდენტი გახდება თუ ზელენსკი, რომელსაც შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებამდე დაღმავალი რეიტინგი ჰქონდა და რომ არა პუტინის ეს აბსურდული გადაწყვეტილება შეჭრილიყო უკრაინაში, არჩევნები უკვე ჩატარებული იქნებოდა უკრაინაში, დიდი ალბათობით მე ვივარაუდებ, რომ ზელენსკის გადაირჩევდნენ კიდევაც დიდი ალბათობით, მოკლედ. ნახოთ ეს დაპირისპირება გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება, როგორ განვითარდება, რაც შეეხება არჩევნებს, ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ მოგვეცით სამთვიანი მშვიდობა და ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს. ანუ ზელენსკის სურს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი თვე გაგრძელდეს, ეს პრინციპში ალბათ ის გონივრული ვადაა, რომელიც საჭირო არჩევნების მომზადებისთვის, არჩევნო უბნების მოწყობისთვის, იგივე ფრონტზე არსებული სამხედროების ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად და სხვა ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, თუმცა ჰორიზონტზე ნამდვილად არანაირი მშვიდობა არ ჩანს. ესაც შეეხებოდა დღევანდელი ეპიზოდის პოლიტიკურ ნაწილს, ახლა ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე უშუალოდ ფრონტზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი ჯერ არ გქონთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიუროთ კომენტარებში. ტრადიციულად Deep State-ის, სლივოჩნი კაპრიზის და ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკებზე გაგაცნოთ ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, დავიწყოთ კონჩეტევით, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ, ასე ვთქვათ, 5 თებერვალს დაახლოებით დაიწყო უკრაინულმა მხარემ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. საუბარი იყო, რომ უკრაინულმა მხარემ ისარგებლა Starlink-ის და Telegram-თან დაკავშირებული შეფერხებებით და აწარმოა ეს კონჩეტევა. კონჩეტევას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებ, რომ ეს არ არის მასობრივი მასშტაბური კონჩეტევა, ეს არის უფრო ტაქტიკური დონის ადგილობრივი კონჩეტევები რამდენიმე მიმართულებაზე. აი რომ შევხედოთ ზოგადად სიტუაციას
და გადავიდეთ თქვათ 5 თებერვალი იყო აი ესეთი მდგომარეობა, ხოლო დღევანდელი მონაცემებით არის აი ესეთი მდგომარეობა. ხედავთ რომ ზაპოროჟიის ჩრდილოეთ მიმართულებაზე, იქ სადაც დნეპროპეტროვსკთან გზაგასაყარია, რამდენიმე დასახლებაში შეძლეს უკრაინელებმა საკმაოდ დიდი წარმატების მიღწევა. საუბარი არის რომ აი ჩრდილოეთიდან უტევენ ამ მიმართულებებს, თუმცა აქ რასაც უნდა გაესვას ხაზი არის ის, რომ არაიმდენად უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე მოხდა ტერიტორიების დაბრუნება, არამედ უფრო ნაცრისფერი ზონის, ანუ საბრძოლო მოქმედებების არეალის შევიწროვება და აქ საუბარია იმაზე, რომ უკრაინელები ცდილობენ ქალაქ ხოლიაპოლეს, რომელიც ცენტრში მდებარეობს ამ მიმართულების ზევიდან შემოუვარონ და აქედან მოხდეს გადაჭრა და შემოვლა ხოლიაპოლეზე. ხოლიაპოლე იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც გემახსოვრებათ ხშირად აღმენიშნავს, რომ იქიდან ორი ხივამდე არის პრაქტიკულად მდელოები და უფრო მარტივი იქნება რუსებისთვის ამ მიმართულებაზე წინსვლა. აი ეს არის ხოლიაპოლე, აქ არის ორი ხივი და შეტევის განვითარებას უნდა ველოდოთ ამ მიმართულებაზე. თუმცა იმდენად რამდენადაც თქვათ ხოლიაპოლეს ჩრდილოეთით ჩვენ ნახეთ ხომ კიდევ ერთხელ აი ამ მიმართულებაზე ჩვენ ხედავთ როგორი იყო უკრაინელების წინსვლა ხო? კიდევ ერთხელ რუკაზე რომ შევხედოთ, ეს არის 5 თებერვლის მონაცემები, ეს არის დღევანდელი მონაცემები. რამდენადაც ამ მიმართულებაზე უკრაინელებს ჰქონდათ წინსვლა, შეიძლება ითქვას რომ უშუალოდ ხოლიაპოლეს გარშემო რუსებს ჰქონდათ გარკვეული უპირატესობა, ხედავთ, აი ეს არის 5 თებერვლის მონაცემები და აი ეს არის უკვე დღევანდელი მონაცემები. ანუ უშუალოდ ხოლიაპოლეს გარშემო, აი დაახლოებით ამ ტერიტორიაზე მოხდა რუსების წინსვლა. ის რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა ჰქონდათ უკრაინელებს, ამას ადასტურებს თავად ასე ვთქვათ, რუსული სლივაჩნი კაპრიზიც, აი ეს არის ეხლა გაჩვენებთ 6 თებერვლის მონაცემებს, აი ესეთი მოცემულობა იყო და ეხლა დღევანდელ მონაცემებზე რო გადავიდეთ, აი ხედავთ, აი ამ ზონაში, აი ამ ზონას დააკვირდით კიდევ ერთხელ, უკეთესად აღსაქმელად 6 თებერვალი, აი აქ ხედავთ როგორი არის რუსების პოზიცია, ხოლო აი ეს უკვე დღევანდელი მდგომარეობით მოცემულობა, როგორი არის შემოჭრილი უკრაინული დანაყოფები. დაახლოებით იგივე სიტუაციას აჩვენებს ამ მიმართულებაზე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკები, ხედავთ აი ამ ლურჯ მონიშნებს, რაც გულისხმობს იმას, რომ უკრაინელებს საკმაოდ დიდი წინსვლა აქვთ ამ მიმართულებაზე. კიდევ ერთი მიმართულება, სად რომ ასევე ასე ვთქვათ, ზაპოროჟიეს, ეს უკვე არის შედარებით სამხრეთით, უშუალოდ ქალაქ ზაპოროჟიესთან, აი პრიმორსკის მიმართულებაზე, აქაც მიმდინარეობდა უკრაინელების კონჩეტევა და აი ესეთი სიტუაცია იყო 5 თებერვლის მონაცემებით და დღევანდელი მონაცემებით აი ესეთი მოცემულობა არის. ჯამში, რასაც აი ამ დაახლოებით 2 კვირა პერიოდში უკრაინელებმა ამ მიმართულებაზე მიაღწიეს, საუბარი არის დაახლოებით 200 კვადრატულ კილომეტრზე ცოტა მეტზე. ეს არ არის ასე ვთქვათ დიდი შედეგი და რაღაცა სერიოზულ გარღვევაზე აქ საუბარი არ შეიძლება, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მანიშნებელია იმის, რომ უკრაინელებს არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ყრუ თავდაცვაში ყოფნა შეუძლიათ, არამედ აქვთ უნარი გარკვეულ მონაკვეთებზე ტაქტიკური კონჩეტევების განახორციელონ. ეს ალბათ მაინც გამოძახილი არის იმ კიდევ ერთხელ ყვადაღებულ მოლაპარაკებებზე, იმისთვის, რომ უკრაინელებმა აჩვენონ, რომ მათ ასე ვთქვათ, კარტები ხელში უჭირავთ. შემდეგი მიმართულება, სადაც უნდა გადავიდეთ, უკვე არის პოკროვსკი, მირნოჰრადის მიმართულება. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებაზე ასე ვთქვათ, საბოლოოდ რუსებმა მიაღწიეს ამ აგლომერაციის ოკუპაციას, აი ესეთი მდგომარეობა არის Deep State-ის რუკაზე, თქვენ ხედავთ, რომ ხრიშნეშიც კი, რომელიც პოკროვსკის შედარებით ჩრდილოეთ არის, აი აქ არის პოკროვსკი, აი აქ არის ხრიშნე, შესულები არიან აი ამ მოცემულობაში ხრიშნეში, შეეხება მირნოჰრადს, აი ეს რაღაცა, რა ვიცი, 2 კვადრატული კილომეტრიც არ იქნება, რაც შეიძლება ვთქვათ, რომ მირნოჰრადიდან დარჩა, თუმცა პრინციპში აქ შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლო მოქმედებები დასრულებული არის და
როგორც იქნა თითქმის 2 წლიანი ცოტა ნაკლები საგა დასრულებული არის. შეგახსენებთ, რომ უშუალოდ პოკროვსკის მისადგომებთან რუსები ჯერ კიდევ იყვნენ 2024 წლის შემოდგომაზე. შემდეგ 2025 წლის, ანუ შარშანდელ შემოდგომაზე უკვე დაიწყეს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ამ მიმართულებით და დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში, ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე გეუბნებოდით, რომ პოკროვსკისთვის უკვე ბრძოლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, როგორც დამთავრდებოდა, უბრალოდ დარჩენილი იყო გადაწყვეტილება, რას გადაწყვეტდნენ უკრაინელები, გაწელავდნენ დროში თუ დროზე მოხსნიდნენ იქიდან თავის ძალებს და გადაისროდნენ სხვა მიმართულებაზე. უკრაინული გენერალიტეტის გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რომ ბრძოლა გადაწყვიტეს, საკმაოდ სისხლიანი იყო ეს ყველაფერი. პოკროვსკი შეგახსენებთ, რომ ქალაქ რუსთავის ნახევარი სიდიდის არის, ჯამში პოკროვსკი და მირნოჰრადი შეიძლება ვთქვათ, რომ აი რუსთავის სიდიდის აგლომერაცია არის და აი ამდენი პერიოდი მოანდომეს მის დაკავებას. ის რომ ბრძოლები ხრიშნეშია გადასული, ადასტურებს ერთი ვიდეო, თქვენ ხედავთ, სწორედ აი ეს ვიდეო ხრიშნეშია გადაღებული, უკრაინელის შეიარაღებული ძალების მფლობელობაში არსებული ლეოპარდ 2-ით ხდება პოზიციების დამუშავება. შესაბამისად, აქ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოკროვსკი მირნოჰრადიდან გადაყვანილი არის დანაყოფები, მათ შორის მე წინა ეპიზოდში გიყვებოდი, სწორედ პოკროვსკის მიმართულებიდან ელიტური დანაყოფები გადასროლილი არის ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, სადაც ამ დრომდე გრძელდება ლოკალური კონტრშეტევა და ეხლა ნელ-ნელა იგივე სიტუაცია არ მიჩვენებია უშუალოდ სლივაჩნი კაპრიზის რუკაზე. აქ ჩვენ ხედავთ, რომ ხრიშნესთან დაკავშირებით უფრო დიდი მონიშნა აქვს გაკეთებული, რომ შესულები არიან, რაც შეეხება ომის შემსწავლელი ინსტიტუტს. აქ დაახლოებით იგივე მოცემულობა გვაქვს, რაც Deep State-ზე ოდნავ მეტი ხრიშნესთან დაკავშირებით, ვიდრე Deep State-ზე. ეხლა შემდეგი მონაკვეთი, რომელზეც უნდა გადავიდეთ, უკვე არის კონსტანტინოვკა და კონსტანტინოვკასთან დაკავშირებით, სანამ რუკებზე ვისაუბრებ, ну აი რუკებზე ესეთი მდგომარეობა არის, ეს არის Deep State, ეს არის სლივაჩნი კაპრიზი, ხედავთ, რომ ცოტა უფრო მეტი აქვთ ჩრდილოეთით მონიშნული, ვიდრე Deep State, რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, მისი მონაცემები ორივე რუკის განშედარებით განსხვავებული არის. უშუალოდ ოკუპაცია ახლოს არის Deep State-ის რუკებთან, თუმცა რუსების უპირატესობა და შეტავის მიმართულებები უფრო მეტად არის მონიშნული, ვიდრე თუნდაც იგივე სლივაჩნი კაპრიზს აქვს. ამ მიმართულებაზე მინდა კიდევ ერთი ინფორმაციული გრაფიკა შემოგთავაზოთ, რომელიც ასე ვთქვათ, მოამზადა ერთ-ერთმა წყარომ სახელი დამავიწყდა, საკმაოდ სანდო წყარო არის. თქვენ ხედავთ აი ამ სხვადასხვა ფერის მიმართულებებს, ეს არის კონსტანტინოვკაზე რუსული შეტევების მიმართულებები. წითლად არის მონიშნული ის შეტევები, რომელიც სრულად განადგურდა და აბსოლუტურად მოიგერია, ასე ვთქვათ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. ყვითლად არის მონიშნული ის შეტევები, რომელიც ნაწილობრივ წარმატებული იყო რუსებისთვის, ხოლო მწვანე არის ის შეტევები, რომელიც აბსოლუტურად წარმატებული იყო და მიზნებს მიაღწია, ასე ვთქვათ, რუსულმა ძალებმა. თქვენ ხედავთ, რომ რუსები ცდილობენ სამი მიმართულებიდან კონსტანტინოვკაზე, ასე ვთქვათ, შეტევას, ეს არის სამხრეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი, სამი მიმართულებიდან უტევენ, თუმცა მხოლოდ სამხრეთიდან აქვთ წარმატება და რატომ არის ეს წარმატება, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი. ბერესტოკი ესეთი დასახლება არის, არ ვიცი ამდენად გახსოვთ, ასევე ერთ-ერთ წინა ეპიზოდში გიყვებოდით, რომ აი აქ არის აიესკ-საჯვარედინი, სადაც თავის დროზე იყო უკრაინული ბლოკ-საგუშაგო განლაგებული, ეს არის მაღლობი და შესაბამისად ამ მაღლობზე თუ კი დაიკავებენ რუსები ამ მაღლობს, აქედან მარტივი თავდასხმა არის შესაძლებელი კონსტანტინოვკაზე, ამ მაღლობიდან რუს უპილოტოების პილოტებს, ასე ვთქვათ, დრონების პილოტებს უფრო მარტივი თავდასხმა შეეძლება, შესაბამისად ბერესტოკი აი ამ შეტევების შედეგად დაკავებული აქვთ მონაცემები, რუკების მონაცემები ამაზე მიუთითებს და უნდა ველოდოთ, რომ ახლა გაძლიერდება, ასე ვთქვათ,
დარტყმები კონსტანტინოვკაზე. კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც მინდა საუბარი, არის პოკროვსკი, გემახსოვრებათ ასევე წინა ეპიზოდში გითხარით, რომ რევიზია არის კრემლიდან იქ ჩასული და უნდა შეემოწმებინა, რამდენად მართალი იყო ის, რასაც რუსეთის გენშტაბი აცხადებდა, რომ თითქოს ასე ვთქვათ, კუპიანსკი და მიმდებარე ტერიტორიები არის რუსების კონტროლქვეშ და არა უკრაინელების კონტროლქვეშ და რევიზიამ დაადასტურა, რომ კი, ნამდვილად ასეა. თუმცა თუ კი წინა ეპიზოდს უყურებთ, გემახსოვრებათ, რომ მე მათ ურჩიე, რომ თუ კი მართლა ასეა, შედით შიგნით ქალაქში და გვაჩვენეთ კადრები, რომ ნამდვილად თქვენი კონტროლის ქვეშ არის. ეს ნამდვილად არ მომხდარა, ასე რომ როგორც ჩანს, რევიზია პადიგრივად, როგორც რუსები იტყვიან, გენშტაბს და ასე ვთქვათ, იქ სურათს ხატავენ თითქოს ყველაფერი კარგად არის. და ბოლოს მინდა ვისაუბრო მობილიზაციაზე, რომელიც რუსეთში მოსალოდნელია, როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იუწყება. ომის შესწავლილი ინსტიტუტი აცხადებს, რომ დეკემბერში მიღებული სხვადასხვა კანონები რუსეთში მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ემზადება ახალი ნაწილობრივი ან სრული მობილიზაციისთვის. მე ამ შემთხვევაში ომის შესწავლილი ინსტიტუტს ასე ვთქვათ, არ დავეთანხმები. ის კანონები, რომელიც შეიცვალა რუსეთში, იძლევა საშუალებას კი გაიწვიონ დამატებითი დანაყოფები, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო საუბარი იქნება რუსეთის ტერიტორიაზევე განლაგებული ობიექტების დაცვის გაძლიერებაზე, საუბარი არის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე, რა აჩენს მოლოდინს, რომ შესაძლოა მობილიზაცია მოხდეს. ის რომ ბოლო 2 თვე, ანუ დეკემბერში და იანვარში გაწვეულების და მობილიზებულების, ასე ვთქვათ, თავისი ნებით ომში წასული რუსების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე ფრონტზე გარდაცვლილი ან მძიმედ დაჭრილი რუსების. ეს მონაცემები დაახლოებით 35,000-30,000-ია, თუმცა არ არის ის 50,000, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობდა. უკრაინელები იძლევიან პირობას, რომ ეს მზარდი იქნება, მაგრამ ამ ეტაპზეც, ასე ვთქვათ, აი ამ 2 თვის მონაცემებში ბალანსი დაირღვა და გარდაცვლილი უფრო მეტია, ვიდრე შეგროვებული. თუ კი ეს ტენდენცია გაგრძელდება, ანუ მობილიზაცია შესაძლოა მოხდეს, მაგრამ აქ არ არის საუბარი უახლოეს 2-3 ან თუნდაც 6 თვეზე, ეს ბევრ თუზე იქნება დამოკიდებული, ასე რომ ვთქვათ, ანუ ერთი თუ გითხარით, ხო, თუ კი გაგრძელდება ეს ტენდენცია, რომ მობილიზებული უფრო ბევრი ნაკლები იქნება, ვიდრე გარდაცვლილი. ეს რომ ახლა ნაკლები მობილიზებულები იყვნენ რუსეთში და თავისი ნებით ნაკლები ადამიანი წავიდა ომში, შეიძლება მათ შორის უკავშირდებოდეს აი ამ ახალი წლის ეიფორიის ფაქტორს და ამის გამო არ მოხდა შესაბამისი შევსება, თუმცა გარდა ამისა, ეხლა რუსები, ასე ვთქვათ, ახალი სატყვარა მოიფიქრეს. ფედერალურ და რეგიონულ ბიუჯეტებში, ასე ვთქვათ, დეფიციტი შეინიშნება, შესაბამისად, საკონტრაქტო სამსახურში თანხის გაზრდას ვეღარ ახერხებენ, თუმცა მოიფიქრეს ესეთი მეთოდი, რომ ომში გატარებული 1 დღე საპენსიო დანაზოგი 3 დღეთ ჩაეთვლება, შესაბამისად, აი მომავალში ფულის უფრო მეტი დაგროვების საშუალებას აძლევენ. ნახოთ ეს იმოქმედებს თუ არა რუსებზე და უფრო დიდი სიხარულით წავლენ თუ არა სიკვდილზე, საზარბაზნე ხორცზე. თუმცა ყოველ შემთხვევაში აი ეს ნაბიჯები გადაიდგა. როგორც გითხარით, კი მობილიზაცია შეიძლება მოხდეს, თუმცა ამას სჭირდება ბევრი ფაქტორის, ასე ვთქვათ, დამთხევა. ან უნდა გაგრძელდეს დეფიციტური ხარჯვა ბიუჯეტის, ანუ თანხები უნდა შემცირდეს, უნდა გაგრძელდეს აი ეს უარყოფითი ბალანსი გარდაცვლილებსა და გაწვეულებს შორის და ასევე უნდა გაგრძელდეს უკრაინელების მიერ რუსულ ინფრასტრუქტურაზე დამანგრეველი დარტყმების განხორციელება. აი თუ კი აი ამ ყველაფრის კომბინაცია მოხდება, მაშინ ნამდვილად დაახლოებით ჩემი ვარაუდით 10-დან 12, დაახლოებით ამ წლის ბოლოს, ან მომავალ წლის დასაწყისში შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ რუსეთში ახალი მობილიზაცია. შევხედოთ, ამდენად გამართლება ჩემი პოზიცია, თუ უფრო მძიმედ აქვს მდგომარეობა რუსებს, ვიდრე მე წარმომიდგენია, ყოველ შემთხვევაში იმ ინფორმაციებს, რასაც მე ვეცნობი, ახლა მობილიზაციას არ ველოდები. ნახოთ, როგორ განვითარდება აქ მოვლენები და მე ვახსენე, რომ დამანგრეველი დარტყმები უნდა გაგრძელდეს რუსეთის ტერიტორიაზე და ასეთი დაფიქსირდა თვითონ რუსებიც ადასტურებენ, რომ
ფლამინგოებით უკრაინის საზღვრიდან 1100 კილომეტრზე მეტი დაშორებით უდმურტეთის რესპუბლიკაში უკრაინელებმა დაარტყეს ისკანდერების საწარმოს, აი თქვენ ახლა უკაზე ხედავთ დაშორებას, რამდენად შორს მიფრინდა ფლამინგო და ჩვენ კადრებიც ვნახეთ, როგორც გაშვების, ასევე მოხვედრის შესაბამისად ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის, მუდმივად არის სპეკულაციები იმის შესახებ, რომ აი ფლამინგოები რამდენად ეფექტურია, რამდენად აქვთ რეალურად ის შეიარაღებაში უკრაინელებს და პერიოდულად ჩვენ აი ეს ამ ტიპის გამოყენებას ფლამინგოების ხედავთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი ნამდვილად აქვთ და ნამდვილად ეფექტური არის. ალბათ უახლოეს პერიოდში უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდება, რამდენად დამანგრეველი იყო დარტყმა, თუმცა ის რომ აი 1100 კილომეტრზე მეტი მანძილი ფლამინგო მიფიქრა და მიზანს მოარტყა, ამისი დამადასტურებელი კადრები არსებობს. ახლა რამდენად დამანგრეველი იყო, ამის შესახებ ინფორმაციები ცოტახანში უფრო დეტალურად გახდება ცნობილი და ამასაც აუცილებლად მოგაწვით. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ვინც ბოლომდე უყურა ვიდეოს. თუ კი ჯერ არ გაქვთ ვიდეო დალაიქებული, ძალიან გთხოვთ ახლა დაალაიქოთ ვიდეო. თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი. იაქტიურეთ კომენტარებში, ასევე შეგახსენებთ, რომ არხზე მიმდინარეობს დონაცია, მხოლოდ შემოწირულობით ფუნქციონირებს, ვისაც გაქვთ სრული აღწერაში ანგარიშის ნომერია. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ ამითი დაიხმარებით არხს განვითარებაში. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა დროებით მომავალ შეხვედრამდე.